ჩემი აზრით აქ მოქმედების პატერნი რეჟიმის არის ერთი და იგივე, რასაც უყურებ ამ ბოლო 12 წლის განმავლობაში, რაც ვაკვირდებით მის ქცევას. სიტუაციის ესკალაცია და შემდგომ მისი დეესკალაციით პირიქით კიდევ თავისი მომხრეების კონსოლიდაცია მაინც ახლის სიმპათიის მოპოვება თუ არა არის რეჟიმის ხელწერა, ეს ასე იქცეოდა სულ რა. მოსალოდნელიც კი შეიძლება და ყოფილიყო ეს, როცა ბატონი პროფესორის დაკავების კადრები ვნახე, იმიტომ რომ იმდან არაბუნებრივად მეჩვენ რაღაცას ამდენი სპეცა ვერავინ ვერ ხდება რა შუაშია, რატო ნაგებს ამ ადამიანზე ასე, იმდენად არალოგიკურია, რომ კითხვა გიჩნდება, რომ იწყებ უკვე ფიქრს, რომ რაღაცის გამო ხო არ ხდებოდა და ამის გამო ხდება, რომ რაღაცის ესკალაცია, შემდგომ მისი დეესკალაცია და ამით რაღაცეების დამშვიდება. ამით თავისი მომხრეებისთვის მის მომხრეებსაც ხო ჭირდათ მორალური უგრაცობის მოპოვება. ასე აკეთებდა თუ გახსოვთ ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშვალების ფაქტები რო იყო ნოემბრის აქციების დროს, მაშინ პროპაგანდისტი ჟურნალისტებიც გამოდგნენ საჯაროდ დაგმეს ეს ფაქტი, იმედი იქონიეს რომ გამოძიება ბოლომდე მიიყვანს და ამავდროულად პერიოდულად ეს ჭირდება მათ მომხრეებს კონსოლიდაციისთვის, რომ ჰაბიტუსი სოციალური შეინარჩუნონ და რაღაც დასაგმობი ქონდეთ რა ისეთი რა ანუ ამით რაღაცა მოხარული და ამას რაღაცა რეჟიმის სისუსტის ნიშნად ახლა მაინც დიდად ვერ აღვიქვამ, იმიტომ რომ პირველად არ შვება ასე, სულ ასე შვება და კარგი იქნება თუ თუმცა არის შემთხვევები, როცა ასე არ შვება ხო, აი ნინო დათაშვილს ვიხსენებთ ხოლმე ჩვენ ხშირად გადაცემაში, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ინფორმირებული ვართ ჩვენ ამის შესახებ, არაფერს საფრთხეს ის არ ქმნის და ვერც ქართული ოცნების მომხრეებს ვერ დააჯერებენ მისგან წამოსულ საფრთხეს, მაგრამ არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ასე რომ ლოგიკაში არ ჯდება. მე რაში ვხედავ ამ ლოგიკას, რომ ყველა სოციალურ ჯგუფს სხვანაირად აკონტროლებს. მასწავლებლებს სხვანაირი მეთოდით აკონტროლებს, ექიმებს სხვანაირი მეთოდით აკონტროლებს რა. ექიმების კონტროლის ეს გზა აქვს, რომ ვითომ რაღაცა ვოლიერში თავისუფლება აქვს მათთვის მიცემული და ოღონდ ეხლა მთლად იმის იქიცაც, ეხლა ვოლიერში თავისუფლებას თუ შეუზღუდავს, ეგ ამეტანი იქნება რა. და მასწავლებლებს სხვანაირად აკონტროლებს. მასწავლებელთან ჩარევა უფრო უხეში არის და უფრო ისეთი პირდაპირ და მათთან არ სჭირდება მასე არის რა და აი ხო რა, მასე გამოდის. ანუ იდეაში მაგას ვაპროტესტებ. ანუ გუშინდელ ექიმების აქციაზე შეიძლება ბევრი გულნათკენი მოქალაქე იყო და შეიძლება გაიფიქრა, რომ პროფესორი დიდი სოციალური კონტაქტებით გამოუშვეს და იქ ვიღაცა ხალხი არავინ არ დარჩა სოლიდარობის გამომხატველი. აი მასია. და მაგიტო ვართ ქუჩაში, ანუ ეს კი არ არის მიზეზი. ეს სოციალური უთანასწორობაში და სოციალურ სეგრეგაციაში და სოციალურ დარვინიზმში რო ვცხოვრობთ, სადაც ძლიერი გადარჩევა და სუსტი მოკვდება, მე პირადად მაგას ვაპროტესტებ, ანუ მაგიტო ვარ ქუჩაში, ანუ ეგ არ მინდა. და ამისგან ისეთ აბსურდამდე მივდივართ, რომ ხშირ შემთხვევებში გვიწევს ამ იდეის დაცვა იმ ხალხისგან, ვისაც ეს იდეა აზარალებს. ანუ ეს სოციალური სეგრეგაციისადმი, ვინც ყველაზე მოწყვლადი სფეროა, მე არა ვარ, იმიტომ რომ ექიმი ვარ. ვინც ყველაზე მოწყვლადი სფეროა, ვისთვისაც სახელმწიფოს აქვს პასუხი, რომ მოდი რა, წადი და ჩაბარდი ტოლულად და იქ გიმკურნალოს ევროპის ქვეყანამ. ეს პასუხი აქვს პირდაპირ პაციენტ ყველაზე მოწყვლადი ფენისადმი. იმისგან არ უნდა ვიცავდი ამ იდეას რა, კი, ზუსტად სოციალური უთანასწორობა ყოველ ნაბიჯზე ჩანს და ეს კი არ ყოფილა მიზეზი, ან გუშინ ექიმების აქციამ კი არ შექმნა სოციალური უთანასწორობა, არამედ ერთ-ერთი გამოვლენა იყო სოციალური უთანასწორობის. მე მგონი ხო რა მე ასე უყურებ და მე მგონი ეს მენიშნავს და ეს მინდა რომ ხალხმა აღიქვას, რომ ჩემს პირად სოციალურ პასუხისმგებლობას ამოშკადა, რომ ამით ვუბრუნებ რაღაცა წილ ძალაუფლებას, ასე ვთქვათ, ჩემს პაციენტებს, მათ ინტერესებს ამით ვატარებ, იმიტომ რომ ჩემზე მეტად ვინც ის მათი პრობლემები, ხო, მათ სოციალურ პრობლემებთან შეჯახება მიწევს, ხო დღეში 100 ჯერ და წამოს რატო ვერ ნიშნავ, ძალიან კარგად ვიცით მეც და ჩემმა პაციენტმაც, ხო, იმიტომ რომ ძვირია და იმიტომ რომ არ არის ხელმისაწვდომი, ხო? და არა იმიტომ რომ არ ვიცი და წიგნი არ მაქვს საკითხული. ეგ პრობლემა მოგვარებულია, უბრალოდ არ არის ხელმისაწვდომი, ბევრი სამედიცინო სერვისის ბევრი სახეობა რა. და ამიტომ არ ნიშნავს რომ ძვირია და სამედიცინო სფეროში კორუფციაზე თავად ვერ საუბრობ მაგაზე. მაგიტომაც ზუსტად რა, რომ არ მინდა ეგ სოციალური დღის წესრიგი რა, მაგას ვაპროტესტებ.